შუა დღემშვიდობის მოგესალმებით ისევ, როგორც ხალხი კულინარიის თემა გრძელდება და ილია გვასწავლის ამჯერად უკვე საკუთარ რეცეპტს. მანამდე წარმატგენ ჩვენ სტუმარს, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება განსაკუთრებით GDS-ის მაყურებლისთვის, იმიტომ რომ უმშვენიერესი და ულამაზესი. იმიტომ რომ სერიალიდან ძალიან კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი მზარეულებიდან. ისე არის მოდელი და მიუხედავად მსახიობის არის. ხო, მსახიობის არის ალექსანდრა პაიჭაძე, რომელსაც ალბათ იცნობ. და რაც თავარია, როდესაც გემრიელად ჭამაზე ვსაუბრობთ, სულ გონია რომ არ უნდა გამოიყურებოდა კარგად თუ გემრიელად მიირთმევ, მაგრამ ნათელი მაგალითი იმის თუ როგორ არ უნდა დაიჩაგრო თავი და თან მიირთო და თან კარგად გამოიყურებოდა არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი. მოყევი სანდრა. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? ძალიან გურმანი ვარ. პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან მიყვარხართ, იცით ალბათ. ჩვენც იგივე ერთი ოჯახი ვართ, ფაქტიურად ამდენი წელია ერთად ვართ. და რა ვიცი, ახლა წინა წელს ფიტნესი მიმყავდა, იმის წინა წელს მუსიკა, ეხლა მოვედი კვებაზე და მე მგონი კულინარიის შეხვედი ამ ფიტნესის მუღამში, ასე ვთქვათ. მე მგონი იმის მერეც აგრძელებ ბოლომდე. იმის მერე არა, მანამდე ბევრად აქტიურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. მე ცოტა დავისვენე, იმიტომ რომ გადავიწვი რეალურად. აი ეხლა რა შვები? ყოველ დღე ვარჯიშით, ყოველ დღე რაღაც ისეთი ტემპებით ძალიან გადავიწვი, სიმართლე გითხრა, ცოტა დავისვენე, ეხლა ჩემი საკუთარი თავისთვის ვარჯიშობ, ხელახლა, დავიწყე აღდგენა, იმიტომ რომ ტრამვები მქონდა რაღაცები და ვცდილობ რომ რაციონით ანუ მაქსიმალურად შევცვალო რა. ცოტა ცუდათაც ვიქცეოდი პრინციპში. ნუ ამას ვაკეთებ ალბათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიურად. ილიას რეცეპტები მე მგონი გვეხმარება იმაში, რომ შედარებით გავაჯანსაღოთ ჩვენი რაციონი და დღეს რა შემოგთავაზებ, ეს გითხარი და მე გავაგრძელოთ. ესეთ გამაჯანსაღებელ ოსპის წვნიან, ზამთრის წვნიანს, რომელიც დაგვეჩაგრა ეს ოსპი ჩვენ საქართველოში, რატო არ ვიცი. ამ მგონი საკმაოდ ქართულია, იმიტომ რომ დიდოსტატის მარჯვენაშიც კი არის გამოყენებული ეს ოსპის შეჭამული. კი. წითელი ოსპის წვნიანს გავაკეთებთ. რომელიც ძალიან სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის, ძალიან ბევრი რაღაცისთვის, ზოგადად შაქარს არეგულირებს ორგანიზმში. დიაბეტიანი ხალხისთვის არის ძალიან სასარგებლო. და არის საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი, რომლის უამრავი ვარიაცია შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში მოვამზადებთ ბეკონით. შეგვიძლია სამარხო ვარიანტიც ბეკონის გარეშე. ბეკონი და ნიახურით გვექნება დღეს ჩვენი ოსპის სუპი. და გვაქვს წითელი ოსპის სუპი, არის სხვადასხვა ფერის, მაგრამ ეს უბრალოდ უფრო მალე იხარშება, ეს წითელი ოსპი და ამ შემთხვევაში მაგითო გადავწყვიტე გამეკეთებინა წითელი ოსპის წვნიანი. ილია, შენ შემთხვევით კამერა ხო არ გაქვს დაკენებული ჩემ რესტორანში აზერბაიჯანში. თუ შენ დავამუშავებ ზამთრის მენიუში, სადაც წითელი ოსპის სუპი ბეკონი, ლორი. და მე მეგონი რომ ახალი რაღაცა შეხვდა. თურმე შენიცოდე. გადავწყვიტე რომ ბეკონით გამეკეთებინა. დასაწყისისთვის რასაც შვები, ჩვენ შუშავთ ცოტა ზეთში ნახევართავ ხახვს დაახლოებით 60 კბილ ნიორს დაჭრილს უბრალოდ იმიტომ რომ ეს მასა მაინც უნდა დაბლენდერდეს შემდეგში გვაქვს ნიახურის ღერი აი ესეთი რომელიც ნახევარი გამოვიყენე საკმაოდ მძაფრი ინტენსიურია საკმაოდ სასარგებლოც არის მულტივიტამინური ის კეთდება სუპი ხო? კი. და ბეკონი არც ისე დიდი რაოდენობით, უბრალოდ იმისთვის რომ შებოლილი გემო ამოს ძალიან მოუხდება. ხო. ძალიან. ხო, დიდი რაოდენობით ჩვენ არ დაუმატებ ბეკონს, იმიტომ რომ არაჯანსაღი პროდუქტია მაინც და რო არ გავიწყოთ. უმატებთ ბოსტნეულს, სტაფილოს. სიმაღლეშიც გავიზრდებით, ანუ კი. უჯრედებით გამრავლდება. აი ნახე სანდრა როგორ იცის ბულგარული ცაკას დაუმატებთ. ყველაფერი. ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი შევიყვარე, ძალი თქვია, რაც ასარგებლოა. ამზადებ ისე შენ თვითონ ეს მე. ხო, შორის ძალიან მეხმარ. ინტერნეტი ხო ჩემი ის არის მეორე სახლია ზოგადად და ეხა გადავედი, მაგიტო ხუმრობდი წეყა რა კულინარიაზე გადავედი თქო და ეს პატარა ვიდეოები, სადაც ძალიან მარტივად არის გემრიელი სენდვიჩები ახსნილი და სუპები თუნდაც რაღაც დაბლენდერებული კერძები ძალიან მეხმარება და გგონია რომ რეალურად შენც ეგრე ადვილად შეგიძლია გააკეთო საჭმელი როგორც იქნება. მუსიკალური ვიდეოები რო ლამაზად დაიწყე ძალიან
მაგარი რეცეპტები მოსამზადებელია. და ისეთი სენდვიჩები გამომდის. მართლა კიდევ უნდა მოხვიდე რომ გაგვასინჯო კიდევ. აუ, კი ბატონო, იცი სენდვიჩზე როცა არის საუბარი, არ ვიცი შეიძლება ეს ჩემზეა ესე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი გამასუქებელი საშუალება არის ცომეული და პური. კი, გეთანხმები. შესაბამისად, სენდვიჩი როცა მესმის, ცოტა უკვე მეშინია, იმიტომ რომ სენდვიჩი არ არსებობს ამ ცომის კალიში და რამე სხვა პურს იყენებთ თუ როგორ შეიძლება რაღაც რაოდენობა პურის აუცილებელია ადამიანის ორგანიზმმა განმავლობაში. მიიღოს დღის განმავლობაში. რისთვის? თუმცა ეს ოსპი ამ შემთხვევაში ჩვენ გვინაცვლებს ესე თავისუფლად პურს ხორცაც კი. ჩემთვის გაგიკეთებია. ილია, რისთვის არის პური აუცილებელი? რატომ არის აუცილებელი, რომ შეიძლება რაღაც ისეთ ვიტამინს, რომელიც ფაქტიურად სხვა პროდუქტი ძალიან სრუკოლპი არის ოსპი. სვათაშორის აი გრიგოლ ჰანსდელს მოეხსენებდი, რომ თავისი მონასტრის ტიპიკონში ითვლებოდი, რომ მარხვის პერიოდში ერთ-ერთი საჭმელი, რომელიც ფაქტიურად მარტო ოსპი რო ჩამდა ბერებს, ყველაფერი შეასრულდა. ამ ენერგიას აძლევს. პროტეინიც შედის კი და მასში. არის ესეთი რაღაცები, როგორც მუხოდო ოსპები, სხვადასხვა ხასიათი, აი ფეთხვი, ეს არის აი ძირძველი ქართული კერძები. მე-18 კულინარული სიგნებში რო შეისწავლეთ, ეს იყო დიდი ნაწილი სამზარული. დღევანდელ დღეს აი მოვქავთ, მაგრამ ძალიან ცოტა. აი ძირითადად ელკანა პროგრამები ქონა, როცა სტილობდნენ ამ სხვადასხვა კულტურები რო არ იყოს დაკარგული და ინდუეთში მაგალითად ოსპისგან პურს აკეთებენ, პურს რომ მოიქცნენ. შეიძლება დაბქვით, როგორც ფქვილი, ესე მოიქცნენ და არის უჯამთელესი პროდუქტი. ხო, რა თქმა უნდა. ანუ მარხვის დროს თუ ამხელა აი ხალვის მსგავსი დესერტები, მოხალული ოსპი შეგვიძლია დავვქვათ და კარაქთან ერთად, შაქართან ერთად გამოგვდის ესეთ ხალვა, შეგვიძლია გავურიოთ გოგრის გულები, სხვადასხვა ამ დარიჩინი შეგვიძლია ვიხმაროთ იგივე ილის მარცვლები, დანაყული და საკმაოდ ისეთი სწრაფი, მსუბუქი და გემრიელი ნოყიერი დესერტი გამოგვდის სასარგებლოს. შენ ეხა მეეჭვება რომ ყოველდღე ოსპისგან ამზადებდე პურს, მაგრამ როგორ ანაცვლებ, თქვათ, როგორ პურს იყენებ, ან რა არის პროდუქტები, რასაც თქვათ ვცდილობ რომ ნაკლებად გამოიყენო. პურს, აი რაც არის ძალიან კარგი გემოგლობინისთვისაც, წონის დასაკლებათაც ნაკლები ცხიმი, ნაკლები საფუარი, ნაკლების, უფრო ჭვავის და ცეხვილ პურს და ანუ მარცვლეული სადაც ბევრი შედის და ისა ვადა აქვს ერთდღიანი არ მახსოვს რა ქვია ამ კომპანიას ახლა ვერც ვიტყვი პრინციპში ხო მაგრამ არსებობს ესეთი პური რომელიც ერთდღიანია და იმდენად ბევრ ვიტამინს და იმას სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს რომ ძალიან კარგია რა ნუ თითქოს ყველა საჭმელს შეცვლის მაინტერესებს ჯონს რო კითხო ერთდღიანი შესაძლებელია ცოცხლის ხო ხო ანუ მახსოვს მაგ თემაზე ჩვენ საუბრობდით და იმასაც ვამბობდით რომ პური არ უნდა დაობდეს ძალიან მალე ერთ დღეში მაგით მინდა გითხრათ რომ პური პრობლემა პურში კი არ არის პრობლემა არის როგორი პური ეხლა ისშოვება ქალაქში გენა ცოფლებში იწყება ყველაფერი როგორი ხურბალი ხურბალი რომელიც არის მასებრივი ინდუსტრიალური დონეზე გაცელებული ეს არ არის მაინც და მაინც სასურველი აი ქართული ჯიში რო აიღეთ სამკვანი ქართული ჯიში მაგალითად სითელი დოლის პური ჩვენ მოვქავთ თვითონ ჩემი რესტორანებისთვის და გეუბნებით რომ როცა საფუარს არ აძლევთ არამედ პურის ჰაში ეძახიან კახეთში ან პურის დედაზე ამით აფუვებთ ეს არის აბსოლუტური სვანერად იღებს ორგანიზმ თუ ბევრი სასუქებს ქიმიური არ იქნებთ მენდორში მაშინ გამოდის რომ პური არის აი უჯამთელესი საჭმელი. ანუ პრობლემა არ არის ზირეთად იმ იდეაში რომ პური აუცილებლად გვასუქებს. პრობლემა არის არაჯამთელი ხურბალისგან დაიმატება აი ჰელენური საფუარი, აი ნაჭკარა რო იყოს გაკეთებული. პურის გარდა ყველაფერი გამოდის. და მე კიდე როგორი ფრაქცია. ძველად აი ალბათ თქვენ გახსოვს სოფელში რო ჩადიხართ და აი ცერი პურის რო ეძახიან, აი ნაცრისფერი. ეს არის მთლიანი ხურბალი. აი როგორც ვაშლი მთელი ვიტამინები არის ქანში, იგივე ხურბალი ხო აქვს თავისი ქანი. აი ამაში არის მთელი არომატიც და რატომაც საბჭოთა პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული ესეთი კაშკაში თეთრი პური. ფქვილიც ან ათეთრებენ, ან ესეთი ფრაქცი იღებენ, რომელიც საუკეთესო უმაღლესი ფრაქცი რეალურად არის ყველაზე ქუდარი და არა ჯამთელი ფქვილი პურისთვის. ფლაქს ეს არის ხორბალი, ხო? კი. ანუ როგორი ფრაქცია, როცა ფქვავენ ფქვილს მერი სხვადასხვა არის ყველაზე მაღლა მირის, ყველაზე სუბუქი, ყველაზე თეთრი ფქვილი და
ეს მთლიანი ხორბალი, აი თავისი ქანიანა და ყველაფერიანა, მაშინ პური არ გამავა ძალიან თეთრი, მაგრამ ბევრი უფრო მეტი არამატი აქვს და ბევრი უფრო ჯამთელი არის და რომ მოგზრავთ ახლა ევროპაში, გენეც გერმანიაში, ჰოლანდიაში, ამერიკაში, აი სერიოზული დონის რესტორანი არ ეწოდეს თეთრი პურს არ გთავაზობთ. მართალია. აი ყოველთვის არის, აი სხვადასხვა მარცვალის კულტურა არის ურევია, თესლები ურევია, პურის დედოზე, აი მომჟავო პური ყოველთვის იყო, ეს მომჟავო არის საინტერესო და სასიამოვნო და უფრო ეხმარება ორგანიზმს რომ გადაჰარშოს. ილიასთან მოხდა საინტერესო ამბები, როგორც ეხლა ჩემთან ხო ჩვენი სუპი მოვასვენე მე, იმიტომ რომ ცოტა ხარშვა ჭირდება. მე ვეთყვი ჩვენ მაყურებელს, რომ ინგრედიენტების სრული შემადგენლობა ჩვენი Facebook-ის გვერდზე იქნება აუცილებლად განთავსებული, ასე რომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუ რამე გამოგრჩათ და გაგიმარტივდებათ უფრო მომზადება. მაინც შევახსენოთ. ხო, მაინც შევახსენოთ, ესე იგი ვშუშავთ საბაზისოდ, ესე ნახევარ ხალხს დაახლოებით 60 კბილ ნიორს, ცოტა ეს ვანახეთ უკვე ნიახურის ღერი, რომელსაც დამახასიათებელი სპეციფიური გემო აქვს, ბეკონს, ერთ სტაფილოს, ერთ ბულგარულ წიწაკას, უმატებთ ცოტა პომიდორს, ან პომიდორის კონსერვს, შეგვიძლია ტომატ პასტაც ვიხმაროთ, ფერისთვის, გემოსთვის. და შემდეგ წინასწარ ხიმი გამოგვივიდა მხოლოდ რა, ბეკონი და ზეთი, ხო? ბეკონი და ზეთი, რომელიც საკმაოდ ცოტა რაოდენობით. რამდენი კალორია აქვს? შეგნით უკვე ისიც გადათვლილი კალორიები 100 გრამზე, ხო? შემდეგ უკვე ვამატებთ თვითონ ამ ოსპს, რომელიც დაახლოებით შეგვიძლია 1 საათი, 2 საათი გავაჩეროთ დავალბო წყალში, გაღვივდება და უფრო სწრაფად მომზადდება, მოვშუშოთ ეს ამ ბოსტნეულთან, ბეკონთან, ხახვთან, ყველაფერთან ერთად, იმისთვის რომ ეს გემოები ისევ და ისევ გაცვალონ, რაზე ჩვენ გვისაუბრია ბევრჯერ, და შემდეგ უკვე ვასხავთ წყალს და უნდა გავაჩეროთ ალბათ 1-20-25 წუთი. მე თუ მკითხავ, რაც უფრო მეტ ხანს და რაც უფრო დაბალ ცეცხლზე იქნება ეს ყველაფერი, უფრო გემრიელი გამოთავისუფლდება, იმიტომ რომ ეს გემოები გაზღუმელზე საუკეთესო გამოვა. კი, ძალიან კარგი იქნება. და ამ მასას შემდეგ უკვე დავაბლენდერებთ, ესე საბოლოო რეცეპტი რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს და მე დავუმატებ ცოტა წითელ ქარის. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის სახასიათოა, წითელი წიწაკის მაგივრად აქვს თავისი სიცხარე. არ ჭირდება ბევრი რაოდენობა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ მინდა რომ თავის გემოზე მიყავდეს ქარის, მაგრამ მინდა რომ იგზნობოდეს ცოტა ნიახურით, ცოტა ბეკონით, ცოტა ქარით და უნდა გამოვიდეს საინტერესო წვნიანი ჩემი აზრით. საერთოდ სუნელები მიყვარს ძალიან. დავდით ცეცხლზე, დავტოვეთ წვნიანი და გადავედით ჩვენ სენდვიჩებზე. სენდვიჩებს, როდესაც ვამზადებთ, პურის გარდა, პურზე თქვენ უკვე ისაუბრეთ, აღარ გავაგზავნებთ, იმიტომ რომ ისეთ სრული ამომწყდავი ინფორმაცია იყო ფაქტიურად და გადავალ იმაზე, რომ ასევე აუცილებელია დრესინგი, ანუ ბრააძლევს ამ პულს რო არ იყოს ჩვენი სენდვიჩი მშრალი. ძირითადად ხმარობთ მაიონეზს, კეჩუპს, რომელიც ასევე არ არის ჯანსაღი. და თან მოგვეზრდა. თან მოგვეს და ძალიან. კი. დღეს ჩვენ ორივე სენდვიჩს გავაკეთებთ პესტოთი. არაფერ შეიძლება. ეს კლასიკური იტალიური соусით, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არ იქნება კლასიკური. სი. ძალიან გვექნება ესეთი პესტო ორნაირი, ერთ პესტოს გავაკეთებთ ტარხუნით და ნიგზით, მეორე პესტოს გავაკეთებთ ჩერი პომიდრებით და პიტნით. და თხილით. მითხარით რომ ბოლოს დავაგემოვნე. განსაკუთრებით დააგემოვნებ, იმიტომ რომ პირველ რიგში მე ზუსტად გვეტყვი, რამდენი ბუქნი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ორი სენდვიჩი გაქნათ. პესტოში ყველი რომელი იქნება პესტოში, ყველის გარეშე. ვიყენებ პარმეზანს ამ ტარხუნის პესტოში და ამ ჩერის ვაკეთებ ყველის გარეშე. ყველის გარეშე. აი ერთი საიდუმლო გეტყვი. შეიძლება ეს უკვე იცით, მაგრამ კალტი რო არის, თუ შური, ესეთი პატარა კალტები, თუ არა გაქვთ კარგი პარმეჟანი, ჯობია ვიდრე სუპერმარკეტის პარმეჟანი, ნატურალური, თუ შური კალტი. და გამხმარი როცა არის ეს ცოტა რო გაახეხეთ, აქ საოცარი არამატი და ჩვენს პესტოს შეგვიძლია ყველის გარეშეც გავაკეთოთ, ნუ უამრავი რეცეპტი არსებობს ამ პესტოს გამხმარი ხაჩო არის იქ ორი, on როცა აძველებენ, აი თითქმის პარმეჟანისკენ მიქავ და ჩვენიერე გამოდის პესტო. ესე ჩვეულებრივად ჩვენ რესტორანებისთვის კიდულობ, მაგრამ პირდაპირ ცხენსებისგან. და შეიძლება რამდენიმე მაღაზია არის, სადაც იშვიათი კველები, ჰანდაჰან ესენიც აქვს. შეიძლება იყოს, ხო? მე უნდა ვაღიარო და შევაქო ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ ისეთ გემრიელ პესტოს აკეთებს, მე ეგეთი მსგავსი გემრიელი არ მიჭამია და მოდი ეხა ვნახოთ აჯობებს თუ არა. ხო, პესტოს
უამრავი ვარიაცია შეგვიძლია გავაკეთოთ რუკოლათი, სატაცურით, ბროკოლით, ან ჩვენ ფანტაზიაზე, აი ძალიან საინტერესო იქნება. ფისტაშკებისგან ძალიან გემრიელი და რუკოლის ერთად, ხო, იქნება ძალიან საინტერესო. შეიძლება ნიგოზი გამოვიყენოთ, შეიძლება თხილი. ნებისმიერი თხილეული, ანუ ეს კეშუ, მაკადამი. იცი რა არის საინტერესო, აი კალორიული. მამა პაპური ესეთი იტალიური პესტო, მაგის ძირითადი ინგრედიენტები რა ძირითადი არის? ინგრედიენტები არის ზეითუნის ზეთი, პირველადი დაწურვის, ცივი დაწურვის, პარმეზანი, ანუ უნდა იყოს კედრის თხილი. კედრის თხილი, ხო. და ბაზილიკა მსვანი, აი რეის. რომელსაც ნაყავენ, არაბლენდერებენ ესეთი მარმარილოს სანაყით, იმიტომ რომ იორიც. ხო. არხუნითაც ხო შეიძლება? ჩვენ ვაკეთებთ არხუნით, ანუ ყველაფერი შეიძლება კლასიკური პესტო, აი კლასიკური პესტო არის ესეთი, ყველას აქვს თავისი ვარიაცია, ანუ ფრანგებს აქვს თავისი პესტო, რომელსაც თხილით აკეთებენ, სიტყვაზე ავსტრიელებს აქვს გოგრის გულებით აკეთებენ, ანუ პესტო როსო, ბულგარული სიცაკა, პარმეჟანი, სოთე ნაღები და ნიგოზი. ნიგოზი. ქართული ნიგოზი და წარხუნით. და ჩვენია ხა ნიგოზი დახუნოს. შენ თუ დახმარება დაგჭირდება ჩვენ აქ ვართ, ჩვენ სამი ახლა ამ შემთხვევაში დავიწყოთ ჩერი პომიდურის პესტოთი და ინგრედიენტებიც უთხრათ ჩვენ მაყურებელს. ანუ ჩერი პომიდურები დავამატეთ დაახლოებით 80 გრამი მოხალული თხილი, ჩერი პომიდორია ალბათ 150 გრამი, ესე დავამატე მწვანე ზეთის ხილი, რომელიც მისცემს თავისებურ სიმჟავეს, ზეითუნის ზეთი, მარილი პილპილი და ეხლა უნდა დავამატოთ პიტნა. პიტნა. რომელიც რაღაც თავის სქემაზე მე კიდე რა მიყვარს ტკბილი ჩერი პომიდურის ჩირები რო არის. გამოვიყენეთ სხვათა შორის გასულ ნაწილში ჩვენი გადაცემას. არის სენდვიჩი, შემიძლია მოგიტანოთ თუ გასულ. მაგრამ გეტყვით, ფეტასთან ერთად. ჩერი პომიდურისთვის მაგისთვის აუცილებელი არ არის. აი ქაფური პომიდურები ბოლო მოსავალი რო არის, ცოტა პატარები რო არიან. ესენი ნაკლებად სვენი აქვს. და შეიძლება პირდაპირ აი დაჭრი და ჰაირუმელში ცოტა ზეითუნთან ერთად ნელა სეტზე. აი ესე ჰაირუმელი რო ცოტა გაქცილი კონდეს კარი. სიტყვა საიდან აქვს? თვითონ თავისი სვენში ხდება კონცენტრირებული. და აი ქაფური პომიდური აჯობებს ნებისმიერი იტალიური რაც მეჯერჯერობი და მეკითხარი, ხა არ ვიცი 10 წუთის განმავლობაში გადავირი. სანდრა, ხო, იმიტომ რომ რჩევა დააინტერესებს ჩვენ. მე მაინც მგონია რომ ვისაც უნდა რომ ფორმა შეინარჩუნოს, ამას მოახერხებს ისე როგორც ამას შენაკეთებ თქვათ, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაცები არ ვიცით. აი მაგალითად დავიწყოთ იმით როგორია შენი რაციონი დილით, საუზმობ თუ არა, იმიტომ რომ დაკავებული ვინც არის მგონია რომ დილით საუზმეს უმრავლესობა ვერ ახერხებს. მაგალითად მე სამწუხაროდ, ხშირად სამწუხაროდ. აი ხა მაგალითად დღეს ავდექი და როგორც ყოველთვის დავლია 2 მინიმუმ 3 ან მინიმუმ 2 ჭიქას დიდ ჭიქას ვიძახი წყალს აუცილებლად ეს არის უკვე აი თავიდან რომ გეზიზღება მაინც აკეთებ და მე უკვე მაგის გარეშე ვეღარ გადიხარ სახლიდან ეს ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია უნდა ვუთხრათ იმიტომ რომ წყალზე ყველა ექიმი რეკომენდაციას გასცემს რომ ბოთლის წყალი თუ პირდაპირ კრანის წყალი ბოდიში არა ან გადადუღებული წყალი ძირითადად ღამე ვადუღებ ხოლმე ელექტროჩაიდანში და დილით უკვე გაციებული მხდება და იქიდან უფრო კარგად ვანალიზებ კიდე რამდენი დავლია, რამდენი მივიღე. უი და მე ვიცი ერთი ბოდიში რო გაწყოდინებ, გაყინულ წყალს რო ადნობენ მე. ეს არის ძალიან კარგი ორგანიზმის გაწმენდისთვის, როგორც ვიღონ წესი აქვს თავისთვის როგორ უნდა გაყინო. არ ვიცი ზუსტად რა არის, მაგრამ მაგის დრო არის მითხარი. თითქოს ხოქავს ორგანიზმს დილით წყალი და მე აი ნახე ილია რა უილია? ჩვენი პესტო არის ამასობაში ხო? ჩვენ გავერთეთ. ჩვენი სუპი თითქმის უკვე გამზადდა, ოსპი მოიხარშა, ბოსნეულის მოითუშა. და შეგვიძლია გავაგზავნოთ ამის მზადება შემდეგ ბლოგში, დავაბლენდერებ წვნიანს, შევაგემებთ მარილით. ქარით და მზად იქნება წვნიანი და გავაგზავნოთ ჩვენი სენდვიჩების თემას. როგორი სურნელი. ტარხუნის პესტოს და უკვე ავაწყობ სენდვიჩებს, რომელსაც გოგოები დამეხმარებიან. აუცილებლად. დაგემოვნებაში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად დაგეხმარებით. ალექსანდრა, შენ რჩები ჩვენთან და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ისევ უგემრიელესი რეცეპტები. Yummy, drოებით.